ხომ ყველაფერი გასაგებია და გასაგებია ისიც რომ ეს გახლავთ პირველი ქართული ხმოვანი საათი, რომელიც დავით ბიბილეიშვილის ინიციატივით შეიქმნა, ეს იყო მისი სტარტაპი, ხო შეგვიძლია ასე ვთქვათ. წარმოვიდგინოთ ჩვენი სტუმარი დავით ბიბილეიშვილი, რომელიც ერთის მხრივ არის სამართლის კუთხით უფლებადამცველი შეშიმოპირებისა და მეორეს მხრივ არის Access 8-ის დამფუძნებელი და სწორედ მისი სტარტაპი ესეთი ძალიან საინტერესო საათი გვინდა დღეს წარმოვიდგინოთ და ამ თემაზე ვისაუბროთ. საათი, რომელიც პირველ რიგში ალბათ უსინათლო ადამიანებისთვის არის მართლაც რომ მეგობარი, მარჯვენა ხელი და დამხმარე, მაგრამ არა მხოლოდ უსინათლოებისთვის მე მგონი, ყველა შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ეს საათი და ხმოვანი სიგნალის საშუალებით გავიგოთ თუ რომელი საათია და თუ კარგი და מחვილის მენადობა გაქვთ, შეიძლება ხმაზეც კი იცნოთ, რომ ჩვენი კოლეგა, მეგობარი, ჟურნალისტი და ტელეკომპანია იმედის ერთ-ერთი ცნობილი სამხე, მსახიობი გიორგი გასვიანი ახმოვანებს ყოველ წუთს და წამს, რომელიც ამ საათზე აღინიშნება. დავით, გამარჯობა. მოგესალმებით დილემშვიდობისა თელ საქართველოს. ასევე მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ ჯერ საათის საკითხით, სანამ განვავსოთ შემდეგ უკვე უფლებადაცვისა და შეშმო ადამიანების მიმართ რამდენი საქმეს აკეთებთ ამ საკითხებს. საათის იდეა ერთი ღილაკით რომ იღებს ადამიანი თუ რომელი საათია. ეს ალბათ პირველ რიგში საჭიროებიდან წამოვიდა. რა თქმა უნდა, არსებობდა სხვა ენებზე ხმოვანი საათები, თუმცა რაც საქართველოში იყო ხელმისაწვდომი, ეს იყო სათამაშო პლასტმასის საათი. მე ძალიან მიყვარს საათები და აქედან გამომდინარე მინდოდა ისეთი საათი ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რომლის გაკეთებაც, მორგებაც არა მხოლოდ დროს შეგვატყობინ, არამედ სასიამოვნოც ყოფილიყო თავისი ვიზუალური გამოხატულობიდან გამომდინარე. ხო, დიზაინი აქვს ძალიან ისეთი კლასიკური დახვეწილი და მოდი ისიც ვთქვათ, რომ მარტო ღილაკზე არ არის საქმე. სადაც ციფერბლატზე შეგვიძლია ავხადოთ ხუფი და რა მოხდება მერე? მოდი მე ავხდე. შეიძლება ეს არა მხოლოდ მოლაპარაკე საათია, ასევე არის ტაქტილური საათი. ეკრანის ლუქის ახდის შემდგომ ციფერბლატზე შეხებისას შესაძლებელია თითის ბალიშის მეშვეობით ამოცნობა საათის და დროის. ანუ ის არის სად არის? ისრის მდებარეობით შესაძლებელია დისკოზე არსებული რელიეფური წერტილების მეშვეობით გავიგოთ საათის და გავიგოთ დრო. ამავდროულად ეს საათი სანამ შეიქმნებოდა, მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც თანადამფუძნებლები ვართ ამ სტარტაპის Access 8-ის, გადავწყვიტეთ, რომ გვემუშავა ტექნოლოგიებზე, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ უსინათლო ადამიანს ინფორმაციის მიღებაში, ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებაში. აქედან გამომდინარე, მე ჩემს ორ მეგობართან ერთად, რომელთაგან ერთი თავად არის უსინათლო და ამავდროულად არის ვებ დეველოპერი და პროგრამისტი. გადავწყვიტეთ, თუ რაზე შეიძლებოდა მუშაობის დაწყება. და პირველი რაც გაგვახსენდა, ეს იყო საათი და რატო? საათი მნიშვნელოვანია როგორც 6 წლის ბავშვისთვის, ასევე 80 წელს გადაცილებული ადამიანისთვის. დრო ყველას უნდა რომ იცოდეს, ხო? რა დროა? გაღვიძებიდან დაწყებული პირველი ამას კითხულობ. აბსოლუტურად. თითოეული მონაკვეთი დღის ჩვენ რომ დავგეგმოთ, გჭირდება ვიცოდეთ თუ რომელი საათია. კი ბატონო. და ეს ზუსტად ამავდროულად ისიც მინდა აღვნიშნო, უსინათლო ადამიანის მიერ დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა არის რომელი საათია. მართლა ხო? პოეტურათაც შვერს, მაგრამ რეალობაც ეგრეა. გალაქტიონი ყველაფერთან ახლოს არის საერთოდ ცხოვრების შეულა და აქაც. მაგრამ ნახეთ, ამაინტერესებს, ეს არის თქვათ ინფორმაცია ერთი, რომელი საათია, მაგრამ მეორეს კიდე სხვა გამოყენებაც აქვს. მეორე ღილაკით მაღვიძარა წყენდება. ანუ შეუძლია ამ საათს რაღაც სხვა ფუნქციებიც დაიტვირთოს. ზუსტად, აი მაგალითად მხოლოდ ის რომელი საათია, ხო? მაგალითად დღეს დილის 7-ზე, აი ამ საათის მეშვეობით დავაყენე მაღვიძარა საღამოს და გავიღვიძე გიორგი გასვიანის ხმის
მე შევავით. რომ მოსულიყავი ჩვენთან დილის ეთერში სტუმრად. გადასარევ გიორგი გასვიანს მადლობა ვუთხრათ ამ ხმის დათმობისთვის და ისიც თქვათ როგორ აღმოაჩინეთ ეს ხმა და როგორც ვიცი მან გაიგო თუ არა თუ რა პროექტის მონაწილე ხდებოდა სრულიად უსასყიდლოდ გააკეთა ეს ყველაფერი ხო? კი მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და გიორგის უდიდესი მადლობა გადაუხადო იმ ყურადღებისთვის, იმ მხარდაჭერისთვის, რაც მან ამ საათის შექმნაში გასწია. მთავარი რა იყო, აი ჩვენ გვინდოდა შექმნილიყო ისეთ ხარისხიანი საათი, როგორც ვიზუალურად ყოფილიყო დახვეწილი, ასევე ხმაც ყოფილიყო ისეთი, რომ ქონოდა მაგალითად მსახიობს მკვეთრი ბგერები. ყოფილიყო მოსასმენად კარგი ტემბრით და გამომსახველი ხმაურიან სივრცეში გაგებადი და ძალიან ბევრი ხმას მოусმინეთ, ფიქრობდით მინიმუმ აი ეს ჩვენ განვახორციელეთ ჯიტას, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ტექნოლოგიების და განვითარების სააგენტო, ინოვაციების სააგენტო, რომელიც აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსებს დამწყები მეწარმეებისთვის, სტარტაპებისთვის და გამარჯვებიდან 2 თვე ვარჩევდით ხმას. დედა, ანუ 2 თვე გაგრძელდა ხმის შერჩევა. კი, აი 2 თვე ვარჩევდით მინიმუმ ხმას. და მე ერთმა ჩემმა მეგობარმა მიჩია, რომ აიო, ხმის ბანკი არსებობს ესეთი, სადაც შეგიძლია რა ხმებით შეიძლება მოიპო, ნახო და შევარჩიეთ ეს ხმა, მოგვეწონა თითქმის ყველა ხმას მე მგონი ყველას მოусმინეთ თითქმის არა. და თან თქვათ ისიც რომ საერთოდ არ იცოდით რომ ეს გიორგი იყო გასვიანი. კი, იმიტომ რომ როდესაც აი ამ პლატფორმაზე ის იმგვარად არის ეს კომპიუტერულად დამუშავებული, რთული არის ამოიცნო მსახიობი. და მეორეს მხრივ სახელდაგვარი არ წერია მსახიობების, წერია ნომრები. აჰა. 01 02 018 050 და ასე შემდეგ. კონკურსი. აჰა. და დავრეკეთ ამ გვერდზე მითითებულ ნომერზე და გავესაუბრეთ ესე და ეს ხმა მოგვეწონა თქო და ესო ცნობადი ადამიანის ხმა არისო საკმაოდ ცნობადი კი არა ძალიან მოთხოვნადი ხმა არისო და არ ვიციო რამდენად დაგთანხმდება ეს თუ შეწვდებითო ასე ვთქვათ. მეთქი ვინ არის მითხარით ასეთი ვინ არის იქნება რაღაცა მოვძებნოთ კონტაქტი და ერთი ჩვენი მეგობარი არის შაბან მამედოვი მუსინათლო მომღერალი და შაბანი იყო გიორგისთან მანამდე გიორგის გადაცემაში კი ბატონო და იქიდან მოკავშირდით შაბანმაც უპირობოდ ჩემი სახელით უთხარით რაღაც მეგობრულად როგორც არის და როგორც კი გავესაუბრეთ აუხსენი გიორგის ეს სადაც სურდა ჩაგვერთო და რაც იყო ამ პროექტის მიზანი მან აი უპირობოდ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაწყვიტა ჩართულიყო ამ პროექტში და მე ძალიან ასე ვთქვათ ამაყი და ბედნიერი ვარ აი ამით რომ ესეთი ადამიანები საქართველოში არაერთი არსებობს და მათ შორის ერთ-ერთი არის გიორგი გასვიანი. გიორგი, მადლობა უთხრათ ჩვენი ეთერის საშუალებითაც გიორგის ესეთი დამოკიდებულებისთვის პრინციპში რომ როდესაც გაიგო რა პროექტის მონაწილეობაზე იყო საქმე და უყოვნებლივ და სრულიად დაუფიქრებდათ გადაწყვიტა მონაწილეობა და მე მან აგვიხსნა სხვათა შორის რომ ეს ტექნიკურად სხვანაირად არის ყველა წუთი და საათი უნდა წაიკითხოს ხო სიტყვიერად 12 1 2 და მე ეს კომპიუტერულად ჯდება ისე რომ აყენებს დროებს. კი სათითაოდ ყველა საათი წუთი და სხვადასხვა სიტყვები და ციფრები, რიცხვები და უკვე კომპიუტერულად ლაგდება ეს ყველაფერი და მე პროგრამდება, ინტეგრირდება საათში.
ხო, ასეთ დროს ვიღებთ. ახლა რა მაინტერესებს, ეს რომელი საათია არის მართლა უპირველესი მნიშვნელობის მქონე შეკითხვა ადამიანისთვის და ამ საჭიროებიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ ზუსტად იგივე მდგომარეობაში ხართ, ძალიან ზუსტად მიხვდით, რომ რა იყო საჭირო უსინათლო ადამიანისთვის. აი, რო განვავრცოთ, აი ესეთი ყოველდღიური საჭიროებები. რაშიც შეიძლება რომ ან პროექტი იქნეს მოფიქრებული, ან რაღაცნაირად გაუმჯობესდეს შემოპირების, განსაკუთრებით უსინათლო ადამიანების მდგომარეობა. კიდე რა არის, რა იდეაზე იფიქრებდით? რა არის ესეთი, რაც ყველაზე მეტად ჭირდება უსინათლო ადამიანს, რომ კონდეს მეტი კომფორტისთვის? სანამ ამ კითხვაზე გაგცემდეთ პასუხს, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მე მინდა თქვენს მადლობა გადაგეხადოთ იმედის გუნდს, გადავუხადო იმედის დღის გუნდს. გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ საშუალებას გვაძლევთ, აი ეს ყველაფერი გაჟღერდეს ეთერში და იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის და ინფორმაციის მთავარი როლი ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენი მხრიდან ეს მხარდაჭერა, იმიტომ რომ ინფორმაციაზე წვდომა ბევრ ადამიანს არ აქვს და ეს ზუსტად მსგავსი დათმობილი დრო არის იმის საშუალება, რომ ჩვენი ყოველდღიური საჭიროებები, მიღწევები, პროგრესი იყოს ხელმისაწვდომი მთელი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება იმას თუ რა საჭიროებები არსებობს, აი გუშინ თქვენ ახსენეთ შიშინპირთა უფლებების საკითხებზე მუშაობ და გუშინ მქონდა პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში შეხვედრა, დაიწყო ვებ და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის ინიცირება უკვე პარლამენტში პირველი მოსმენი საკომიტეტო მოსმენებზე გავიდა და სულ მალე შიშინპირთა კანონში შევაცვლილებები და უკვე ამის შემდეგ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეიქმნას მთავრობის დადგენილებით ტექნიკური რეგლამენტი ვებ მისაწვდომობის და რას უზრუნველყოფს ეს ყველა. ო, აი რას შეცვლის? დღეს ბევრი საიტი უსინათლოსთვის ან ნაკლებად მისაწვდომია, ან ნაწილობრივ მისაწვდომია, ან შეიძლება ისე იყოს აგებული, რომ საერთოდაც არ იყოს მისაწვდომი. ანუ საიტი, რომელსაც არ აქვს აუდიო განყოფილებები, ეს არის საიტს უნდა ქონდეს თავსებადობა ეკრანის წამკითხველ პროგრამებთან. გასაგებია. და უკვე ის სტანდარტები, როდესაც დაინერგება და ამავდროულად მოქნილობა, რაც ექნება ამ სტანდარტებს, ეს უკვე უზრუნველყოფს ვებ საიტების და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობას, რაც უზრუნველყოფს როგორც საჯარო სერვისებზე მისაწვდომობას, ისე კერძო კომპანიების სერვისებზე, ეს იქნება საბანკო სერვისები, საკურიერო მომსახურება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თორე ის საიტები, რასაც უკვე აქვს ხელმისაწვდომობა ეკრანის კითხვაზე, თქვენთვის ხელმისაწვდომია, მაგალითად სოციალურ ქსელს ჩვეულებრივად ხმარობთ, ხო? ანუ არის საიტები, კომენტარის დაწერა, წაკითხვა კომენტარის და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რაღაც ასეთი უნდა გახდეს, ანუ ეგ საიტები, ეს არის მიზანი. ანუ ეკრანის წამკითხველი პროგრამებისთვის უნდა იყოს თავსებადი ეს საიტები და არის დღესაც არის ესეთი საიტები ჩვენს სივრცეში, რომელიც ეკრანის წამკითხველი პროგრამებისთვის თავსებადია. თუმცა შეიძლება ეს მისმა ვებ დეველოპერმა საერთოდ არ იცოდეს. უბრალოდ უნდა ჩაუშვას ისე ააშენა, ასე რომ ვთქვათ, არა პროგრამისტულ ენაზე, უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, იმგვარად შექმნა ეს საიტები, რომ მან საერთოდ შეიძლება არც იცოდეს, რომ ეს იყო უსინათლოებისთვის მისაწვდომი. თუმცა უკვე როდესაც აი როგორც ფიზიკური გარემოს ტექნიკური რეგლამენტი არსებობს, ხო, როდესაც შენობა ნაგებობები შენდება უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ სტანდარტებს. თავისი პანდუსი დამიტი ხმოვანი, გახმოვანებული ლიფტები, ტაქტილური ბილიკები და ასე შემდეგ და ასე დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია არის ციფრულ სამყაროში, კი ბატონო. რა საინტერესოა. ანუ გათვლა უნდა ხდებოდეს იმაზე, რომ აუდიტორია შეიძლება ყავს უსინათლოც და შეიძლება ჩვეულებრივ მხედველიც. არა მხოლოდ უსინათლო, მაგალითად მცირე მხედველიც. მცირე მხედველის შემთხვევაში უნდა იყოს შრიფტის გადიდება და პატარავების, კონტრასტული ფერების ცვლილების შესაძლებლობა და ასე შემდეგ. გასაგებია. თქვენ პირადად მცირე მხედველი ხართ თუ უსინათლო? მე მაქვს ნარჩენი მხედველობა, დაახლოებით 99.5% ვერ ვხედავ, დაახლოებით 0.05% ვხედავ, რაც
უზრუნველყოფს რომ შევძლოს სილუეტის, კონტურის, დიდი საგნების, რაღაც ლანდების ბუნდოვნად დანახვა. ანუ ეს ცოტა რთული არის ჩემთვის, როგორ ვხედავ, რომ ავხსნა, რატო? იმიტომ რომ მე ვხედავ ესე ბავშვობიდან, დაბადებიდან. და ჩემთვის ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. ანუ ვისაც წლების განმავლობაში შემდეგ დააკლდა მხედველობა, ის ადარებს, კი. და თქვენ ვერ ადარებთ ამას. თუდად ხედავ, აი 41 რომ აქვს სიცხე მაშინ მაგალითად. უფრო გაბუნდოვანებული. ხედავთ ეს თქვენთვის დაბადებიდან არის და ესეთია სამყარო, ხო, თქვენთვის? მაგრამ ამის მიუხედავად, რასაც ვხედავ, ყოველდღე დაკავებული ხართ გუში პარლამენტში შეხვედრაზე იყავით, უფლებადამცველი, სტარტაპის წამომწყების, საათის შემქმნელი, დღეს რადიოში სტუმარი, ერთი კვირის წინ ტელევიზიაში სტუმარი, ანუ რა ვიცი, ესე დატვირთულად, მე მგონი, ჩვეულებრივად უბრალო ადამიანის, რომელსაც ვთქვათ, ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ არის, ისიც შეიძლება ვერ ცხოვრობდეს და აი ეს მაინტერესებს, ეს თქვენს უნარებზეა, თქვენ მოიწყვეთ და შეძელით გამომუშავება და ადეკვატურად ცხოვრება ამ პირობებში, თუ შესაძლებელია ყველა ადამიანისთვის, ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს. ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ძალიან რთული არის ამ კითხვაზე პასუხი. ანუ ეს მხოლოდ ჩემი ძალისხმევა არ არის. ეს არის ჩემს გარშემო მყოფების, ჩემი ოჯახის, იმ სამეგობროს, საახლობლოს, იმ ადამიანებთან ყოველდღიური შეხების შედეგი. და ნუ ადამიანი თუ მოინდომებს და ექნება მას რესურსებზე წვდომა, შესაძლებლობების მისცემ, შესაძლებელი არის მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობა სხვადასხვა სახის. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია განვითარდეს, მიიღოს უმაღლესი განათლება, ჰქონდეს პროფესია, იყოს დასაქმებული, ყავდეს ოჯახი და იყოს რეალიზებული. თორე, რა თქმა უნდა, შეზღუდული შესაძლებლობა არის დამატებითი ბარიერი, რომელიც გამოწვეულია გარემო ფაქტორების, საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულების, იმ სტერეოტიპებისა და სტიგმების ერთობლიობის შედეგად, რაც ადამიანს აძლევს განვითარების შეფერხების განვითარებას აფერხებს, თუმცა აი ეს ყველაფერი თუ შეიცვლება, ეს დამოკიდებულებები, გარემო ბარიერები აღმოიფხვრება, შეზღუდული შესაძლებლობის ხარისხი დაიწევს. ახლა რო წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი, ორი უსინათლო, რომელსაც ერთს ჰქონდა რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა და მეორე ოჯახისთვისაც არასასურველია, არის ოთახში გამოკეტილი, არ ქონია წვდომა, სხვა სკოლამდელ სასკოლო თუ უმაღლეს განათლების და ასე შემდეგ და იზოლირებულია, რა თქმა უნდა, ამ ორ ადამიანს შორის შეზღუდულობის ხარისხი იქნება განსხვავებული. ანუ ცხოვრების სტილი და გარემო პირობები თუ როგორ ხდება ადაპტაცია, ეს ძალიან განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ რამდენად ხდები შეზრდილი სამყაროსთან და რამდენად ვერა. რა თქმა უნდა, სოციუმი და გარემო ფაქტორები, ეს იქნება ხარისხიანი განათლება, დასაქმება, სოციალიზაცია, ფიზიკური გარემო, ეს ყველაფერი ახდენს შეზღუდულობის ხარისხზე გავლენას. აი წერან ძალიან საინტერესო დეტალი თქვით, ციფრულ პლატფორმას რო აკეთებს ადამიანი, იმას ავიწყდებაო, რომ შეიძლება უსინათლო ადამიანს არის მომხმარებელი, რომ ეკრანის პარამეტრები ჩაურთოს. ეს დავიწყების მომენტი ალბათ ძალიან დიდი ნაკლია ადამიანურიც და საზოგადოებაშიც, რომ რაღაცას რო აკეთებ, შეიძლება გავიწყდებოდეს, რომ სხვა ტიპის აუდიტორიაც ყავს და არა მხოლოდ თქვათ ჩვეულებრივი ჯანსაღი ადამიანი. მე პირადადაც გამომიცდია ხშირად, თქვენ იცით რომ ოჯახშიც მაქვს მე ეს პრობლემა და აი ელემენტარულად აი გადაცემაში მაგალითად ყავს სტუმარი. დედაჩემს უთქვას ძალიან ხშირად ჩემთვის, რომ იქ ტიტრი რო ეწერება, რომ ვინ არის სტუმარი, ამას მე ხო ვერ ვხედავ და ხო შეიძლება გამოაცხადოთ სიტყვიერათაც, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ესა და ეს რომ გავიგონო. ანუ აი ძალიან ელემენტარული დეტალებია, ისეთ სადაც ვერ ვაქცევთ თითქოს რაღაცას ყურადღებას და ამით ავტომატურად ვუკეტავთ გზას მეორე სხვა აუდიტორიას. ხშირად გიგრძნიათ ესეთი მომენტი? ხშირად ხდება ეგეთი მომენტები და ჩვენ ეხლა კონცენტრირდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კერძოდ მხედველობითი შეზღუდვის მქონე ადამიანების საკითხებზე. თუმცა ეს საკითხი არის ძალიან ბუნებრივი, რატომ? ჩვენ ვისაც ხედავთ ხშირ შემთხვევაში ჩვენს გარშემო, მათი საჭიროებები
ჩვენთვის ყოველდღიურობის რეალობის ნაწილია. თუმცა ჩვენ შეიძლება გამოგჩეს ისეთი ადამიანის საჭიროება, რომელსაც ყოველდღიურად არ ხვდებოდეთ. ხლა თქვენთვის იმიტომაც არის მნიშვნელოვანი და ხელშესახები რომ შევეჯახე ამ პრობლემას, ხო? მაგრამ მაგალითად ჟესტურ ენაზე როდესაც არ მიდის თარგმნა, მაგალითად სხვა საჭიროებები, დამატებით საჭიროებები, ვისაც აქვს თავისი შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, ეს იქნება მობილობის შეზღუდვის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ცელი არის ან მაგალითად ხშირად მამაკაცებს ქალების საჭიროებები გამორჩებათ ან პირიქით, ხო? მაგალითად ვისაც ლინგვისტური შეზღუდვა აქვს, ხო, არ იცის ქართული ენა, შეიძლება მისი საჭიროება კიდე სულ სხვა იყოს. ანუ სხვა ადამიანის გათვალისწინება მხედველობა იქნება ეს თუ სხვა პრობლემა და შეიძლება უბრალოდ ინტერესები ეს ზოგად ადამიანური ნაკლია მე მგონი ხო რომ ხშირად გვიჭირს რომ სხვა ადამიანი გავითვალისწინოთ ჩვენ რეალობაშიც რასაც ჩვენ ვხედავთ აქედან. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი თავად იმ ადამიანს მოусმინოთ და იმ ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება გავიზიაროთ, რაც მის რეალობას ეხმიანება და ეს უფრო არის ბუნებრივი პროცესი. იმიტომ რომ მე უფრო კარგად ვიცი ჩემი საჭიროება და თქვენ უფრო კარგად იცით თქვენი საჭიროება, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ, ხო? და ამიტომაც არის ჩვენი საზოგადოება არის რთული ორგანიზმი და საზოგადოების თითოეული ადამიანის საჭიროების გათვალისწინება წარმოშობს უკვე უფრო ჯანსაღ საზოგადოებას, უფრო მეგობრულ საზოგადოებას, უფრო ერთმანეთის საჭიროებებზე მზრუნველ საზოგადოებას და ეს უკვე უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული ადამიანის საჭიროება ჩვენ საზოგადოებაში იყოს დანახული და გათვალისწინებული. და ნუ თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, აი ეს ხმის მიტანა, როგორც უფლებადამცველს, ეს გაქვთ აღებული, როგორც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საათის საკითხს რო დაუბრუნდეთ, აი რა მაინტერესებს. თქვენ ხართ, აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც პირველად ასეთი საათი შექმნა საქართველოში. ნუ ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ნახე რა მაინტერესებს. მე ჩემ მეგობრებთან ერთად გავაკეთე. მეგობრებთან ერთად, მაგრამ საბოლოოდ მონდომება იყო მთავარი, რომ აღმოჩნდა რომ შესაძლებელია გააკეთოს ადამიანმა. თუ შეუძლებელი შეძელით, ანუ თუ მოინდომებს შესაძლებელია ყველაფერი გააკეთოს. აი ეს შეკითხვა მინდა დავსვა, იმიტომ რომ მონდომება, იდეის გაჩენა, საჭირო ადამიანები ირგვლივ, ცოტა ენერგია და ინიციატივა და მივიღეთ პროდუქტი. აბსოლუტურად გეთანხმებით. შეიძლება ძალიან ბევრი იდეები გქონდეს და გვიტრიალებდეს თავში ყოველდღიურად. თუმცა მარტო იდეა საკმარისი არაა. თუ გარშემო არ ყავს თანამოაზრეები, რომლებსაც დააინტერესებთ, რომლებსაც მოანდომებ, რომლებიც ჩაერთვებიან იგივე ნაირი ენთუზიაზმით, როგორც თითოეული ჩვენგანი და ამავდროულად საჭირო ადგილას დავაკაკუნებთ, თუ არ დავაკაკუნებთ, უფრო მაგრათაც დავაკაკუნებთ. შემდგომ უკვე შესაძლებელია ეს ჩვენი კარგი იდეები განვახორციელოთ და რეალობაში მოვიყვანოთ. საერთო ჯამში რამდენ ხანს მუშაობდით საათის პროექტზე? იდეიდან აი დღემდე, როცა ეთერში გვიჭირავს. აი დღემდე დაახლოებით ეს დაიწყო, იდეა იყო მარტში, გაჩნდა მარტის დასაწყისში. 2025-ში? კი, 2025-ში. როგორ სწრაფი? ერთი წელიც არ გასულა, ანუ. კი, მარტში გაჩნდა იდეა, უკვე აპრილში, აპრილის ბოლოს უკვე გავიმარჯვეთ და აპრილის ბოლოდან სადღაც მაის-ივნისამდე დაგვჭირდა ხმის შერჩევა. ყველაზე დიდი დრო მე მგონი ხმას დაჭირდა. და მე უკვე კომპიუტერული დამუშავება, მე გატესტვა თითოეულ ეტაპზე. ნუ ცოტა რუტინული პროცესიც იყო, თუმცა დღეს უკვე პროდუქტით ასე ვთქვათ მოგწონს. შეიძლება კიდე უფრო მეტი გაუმჯობესება და ჩვენ ეს იდეებიც გვაქვს თუ როგორ და რანაირად, მაგრამ ამ ეტაპზე რაცა ეგა. რა თქმა უნდა, აი რაც არის ეს არის, ეს გადასარევი არის, უკვე რაც არის და ხედავთ და გვესმის, მოვისმინოთ. კიდევ გვაქვს ცოტა საეთერო დრო და მოვასწროთ საუბარი იმაზე, ვინც დაინტერესდება ამ საათით. ეს გაიყიდება ვთქვათ ციფრულად, ეს იქნება მაღაზიებში, რაღაც ლიმიტირებული რაოდენობა დამზადდა, თუ აი ეს ნაწილი როგორ არის, იმიტომ რომ დარწმუნებულებს მსმენელების დიდი რაოდენობა უკვე დაინტერესდა ამ საათით. მადლობა ამ კითხვისთვის. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ აი იმედის ეთერში
ამ საკითხის გასვლის შემდგომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა და დარწმუნებული ვარ ეს ეთერიც ამ პროცესს ხელს შეუწყობს. აუცილებლად. ჩვენი ვებგვერდი გვაქვს სოციალურ ქსელებში. როგორ ქვია? Access8, რაც განიმარტება accessible assist technologies, ანუ ხელმისაწვდომი დამხმარე ტექნოლოგიები, სადაც ასე ვთქვათ დევს საათის შესახებ ინფორმაცია, შეგვიძლია დაგვიკავშირდეთ როგორც ციფრულ სივრცეში, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია საკურიერო მომსახურებით ადგილზეც მიწოდებაც საქართველოს ფარგლებში. რა რაოდენობით გაქვთ? ამ ეტაპზე არის 500 ერთეული. 500. კი, 500 ერთეულია. თუმცა ვინაიდან ზარდია მოთხოვნა, მინდა აღვნიშნო, თუ საჭიროება გახდება, ჩვენ შემდგომად შეგვიძლია დამატებით რა რაოდენობაც იქნება საჭირო, ჩვენ დავაკმაყოფილოთ მთლიანად. ძალიან საინტერესოა. მე თქვენგან გავიგე რომ კიდევ რაღაც საინტერესო ჩანაფიქრზე ფიქრობთ და მუშაობთ და გთხოვთ რომ როდესაც ჩამოყალიბდება ეს ყველაფერი ისევ ჩვენს ეთერში გაგვიზიაროთ. დავდოთ პირობა? ნამდვილად ეს უფრო მაღალ ტექნოლოგიური პროდუქტი არის. ესა უსინათლოს ეხმარება წიგნების წაკითხვაში, დამუშავებაში, რეკორდერის ფუნქციაც აქვს, ინტერნეტთან წვდომის ფუნქციაც და რადიო, ციფრული რადიო, უფრო მრავალფუნქციური პროდუქტია და ეს ორივე მინდა აღვნიშნო, როგორც საათი, ასევე აღნიშნული პროდუქტი არის სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დამხმარე შიშიმპირს და დამხმარე საშუალებების მოკლე სიაში შეყვანილი. მოკლე, ანუ აუცილებელ სიაში. აუცილებელ სიაში. სადაც არის მაგალითად ეტლი, თეთრი ხელჯოხი, სმენის აპარატი და ასე შემდეგ. ლუპა, სათვალე, მხედველობის სათვალე და ასე შემდეგ. ამდენად საჭიროა ეს ყველაფერი. კი, აი, იმდენად მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პროდუქტი არის, როგორც ეს ტაქტილური საათი, მოლაპარაკე საათი, ჩვენ გვინდოდა ორივე ყოფილიყო ერთ საათში მოცემული და მაგიტომაც გადავწყვიტეთ ეგრე, იმიტომ რომ არის სიტუაციები, როდესაც ჩუმად გინდა დროის გაგება, მაგალითად რეგლამენტირებული როდესაც გაქვს დრო, მაგალითად როდესაც მოხსენებას აკეთებ, ან მაგალითად გაკვეთილს როდესაც ატარებს სკოლაში ან ლექციას როდესაც კითხულობ უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. ხელით მოსინჯავ, გაიგებ სხვებისგან შეუმჩნევლად, ხოლო როდესაც უფრო კომფორტულად იმყოფები და არა გაქვს ასე ვთქვათ მის ან დაკავებული გაქვს ხელი და ვერ ახთი ლუქს და ვერ გაიგებ ან შეიძლება სველიც კონდეს ან არ კონდეს სუფთა ხელი შეიძლება ვერ ასე ვთქვათ ახადო, იმიტომ რომ არ დასვარო ასე ვთქვათ ციფერბლადი. ამ შემთხვევაში დააჭერდა? კი ბატონო. 44 წუთია გაიგებ. და ეს დრო უკვე ჩვენ გვეუბნება რომ ჩვენი საეთერო დროც იწურება ამასობაში. სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობთ ძირითადი სათქმელი ჩავატიეთ და რაც მთავარია ეს ძვირფასი პროდუქტი წარმოვდგინეთ ჩვენს რადიო მსმენელებს და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ ესეთ საინტერესო იდეებით და მისი განხორციელებით. დიდ მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ და მე ყოველთვის მზად ვარ აღნიშნულ საკითხზე და უამრავი საკითხი არის, რაზეც ჩვენ დღეს ამ წუთას არ გვისაუბრია, შიშიმოპირებთან დაკავშირებული იმ სერვისებთან, რასაც სახელმწიფო აწვდის, რასაც ვიმედოვნებთ რომ მიაწვის, რაზეც მუშაობთ, რა პროდუქტები არის ხელმისაწვდომი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ამოუწურავი თემა არის შიშიმოპირთა საკითხები. გავაგრძელებთ ჩვენ ამ თემების მონიშნვას და გაზიარებას ჩვენ მსმენელისთვის. დიდი მადლობა თქვენ დავით ბიბილეიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, უფლებადამცველი შიშიმოპირების მიმართულებით და ასევე Access8-ის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც პირველი ქართული ხმოვანი საათი წარუდგინა ჩვენ საზოგადოებას და დღეს იყო ჩვენი ეთერის სტუმარი და ამ საათით მე მგონი ჩვენ მსმენელებსაც ზუსტად მივანიშნა თუ რა მნიშვნელოვანი პროდუქტი შეიქმნა. მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. რადიო იმედის სტილის ეთერი რა თქმა უნდა გრძელდება, ცოტა ხანში ისევ შემოგიერთდებით და დარჩით ჩვენთან ერთად FM 105.9-ზე დროებით.